კლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს ლევან მახათაძეს გორში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. რუმინეთში გამართულ შეჯიბრში პარასპორტსმენმა მარჯვენა მკლავით ჭიდილში უკრაინელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება მარცხენა მკლავს, მახათაძემ უკრაინელ, სლოვაკ და ქართველ პარასპორტსმენებთან წარმატებით იასპარეზა. ფინალში კი კვლავ სლოვაკეთის წარმომადგენელს შეხვდა და დამარცხდა. შესაბამისად ვერცხლის მედალი მოიპოვა. რუმინეთში ქალაქ კლუბში ჩატარდა კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი კლავჭიდსა და პარამკლავჭიდში, სადაც ჩვენი ნაკრები უძლიერეს შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. საბედნიეროდ მე შევძელი და ეს ჩემპიონატი მიჯრით უკვე მე-13 მოვიგე. ვარ ძალიან ბედნიერი, გახარებული იმით, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი ერი და ყველა ჩემი ახლობელი ვასახელი. მარცხენა ხელით ასპარეზობისას მე ჩავატარე ჩემპიონობამდე 4 შეხვედრა, ხოლო მარჯვენა ხელით 2 შეხვედრა. მადლობა გვერდზე დგომისთვის ჩემს პირად მწვრთნელებს, ფიტნეს კლუბ დიდგოს, ჩემს ერთ-ერთ მწვრთნელს, რომელმაც მეფეხი ამადგმევინა ამ სპორტში, არსენ სოფშიაშვილს, გიგა ზურაბიანს, გიორგი მუსელიანს და სხვებს. კიდე და დავაპირდები, რომ სამომავლოდ კიდე და კიდე უფრო კარგი შედეგები დაიდება. აღსანიშნავია, რომ მახათაძე პარამკლავჭიდში ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. ბედნიერი ვარ, რომ ლევანიმ გაიმარჯვა დღეს და გვასახელა. უკვე არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და 3 გზის ევროპის ჩემპიონი და ეს არის ჩემი ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი მიღწევა და ჩემი ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტიმული. როცა უყურებენ ლევანის, რომ ასეთი წარმატებულია, უკვე ჩვენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მიეცათ სტიმული იმისი, რომ უკვე დაიწყეს ვარჯიში და ჩვენ ორგანიზაციას უკვე ყავს რამდენი გამარჯვებული და წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ეს არის ნამდვილად ბედნიერება, რომ გვაქვს იმის საშუალება, რომ ახალგაზრდებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა თავი წარმოაჩინონ და იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში გოგონებს შორის მეორე, ვაჟებს შორის კი პირველი ადგილი დაიკავა.